არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X-კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშვილთან ერთად. საღამოში დუბისა, ქალბატონებო და ბატონებო, აი დადგა პარასკევი, SMS ნიშნავს, რომ ჩვენ, ანუ გადაცემა X-კოდი, მისი სამყარო მიშა მიმინოშვილი ხდება თქვენ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის, რომელსაც ყოველთვის მოყვება ხოლმე. გადაცემის შემდეგ ეს გამოიხატება ზარებით, ეს გამოიხატება Facebook-ზე თქვენი შენიშვნებით. ნებისმიერ შენიშვნებს ვიღებ, რა თქმა უნდა, რამე თუ ეს გადაცემა თქვენია და ჩვენი ზოგადად ჩვენი რადიოს სლოგანიდან გამომდინარე ჩვენ ერთმანეთს უსმენთ და ბუნებრივი ერთმანეთის აზრი უნდა გავიმეოროთ, აზრი უნდა გავიზიაროთ და თა გადაცემის დასაწყისში მინდა შეგახსენოთ ჩვენი SMS შეტყობინების ნომერი, მოკლე ტექსტური შეტყობინება შეგიძლიათ გამოგზავნოთ SMS ნომერზე 917778. ამ SMS გზავნის ღირებულება შეადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფასს, ხოლო SMS სერვისით რადიო იმედს, როგორც თქვენ უკვე კარგად იცით, უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co. ნუ ჩვენი ბოლო გადაცემა რაღაცნაირად დაემთხვა 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და ბუნებრივია მეორე მსოფლიო ომის თემა ჩვენ გავაჟღერეთ აბსოლუტურად სხვა კუთხით, თუმცა ის კუთხე, რომელთაც წარმოჩნდა ეს თემა ჩვენს გასულ გადაცემაში, ბევრი თქვენთაგანისთვის შეიძლება მისაღები იყოს, შეიძლება მიუღებელი იყოს, იყო უკმაყოფილო თითქოს ჩვენ ვცდილობთ რაღაცნაირად თავზე მოგახვიოთ ვერსიები, თუმცა მერწმუნეთ, რომ თუნდაც ის სუვოროვის მიერ წარმოქმნილი მოსაზრებანი და მის მიერ საიდუმლო არქივებიდან გამოტანილი მასალების არ დაჯერებაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, თუმცა ყველას, როგორც მოგახსენე, თავისი აზრი აქვს და ყველა ჩვენი გადაცემის ბოლოსაც თავის აზრზე რჩება, არავინ ნამდვილად არ გახსოვთ თქვენს მოსაზრებას და რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ თემას. ჩვენ რაღაცნაირად პოლიტიკურ დეტექტივის ჟანრი გახლდათ ჩვენი გასული გადაცემისა და დღეს და რაღაცნაირად ჩვენ დიდი ხანია უკვე ლეგენდებში არ წასულა, დიდი ხანია რაღაც ფენტეზის ჟანრი არ ქონია, თუმცა შეიძლება ის, რასაც თქვენ დღეს მოისმენთ, ანუ ის თემა, რომელსაც ჩვენ დღევანდელ გადაცემაში შევეხებით, ფაქტობრივად მეორე მსოფლიო ომსაც ეხება, ფაქტობრივად ეხება ჯადოქრობას პირდაპირ თქვა და რა თქმა უნდა ყბადაღებულ ჩვენს გადაცემაში არაერთხელ გაჟღერებულ მესამე რეიხის ოკულტიზმს, რომელიც როგორც გითხარით იმდენად ჩართული იყო აი ამ სფეროში მეცნიერულად, იმდენად ჩართული იყო და რაღაც შედეგებსაც აღწევდა, მინდა გითხრათ, რომ შეიძლება ერთი გადაცემაც კი მესამე რეიხზე გააკეთო და დაუსრულებლად, როგორც X-კოდი უკვე მე-4 წელია გადის რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ასე შეიძლება გააკეთოს ზოგადად გადაცემა აი ამ თემაზე, მაგრამ თემა, რომელსაც ჩვენ ვეხებით, არ არის მხოლოდ და მხოლოდ გამოწვეული იმით, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის და მხოლოდ აი ნაცისტების მოსვლით ხელისუფლების სათავეში გახდა საცნაური. არამედ ეს თემა დიდი ხანია იყო. ჩვენ საუბრობთ, მოკლედ რო ვთქვა, დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გახლავთ მეტად იდუმალი ქალაქი კალინინგრადი, ანუ ყოფილი კენინსბერგი, რომელშიც სავარაუდოდ მეორე მსოფლიო ომამდე და მთელი მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში თავმოყრილი იყო მთელი ცენტრი ნაცისტური ოკულტიზმისა, ანანერბეს ცენტრი იყო, სწორედ აქედან იგეგმებოდა ექსპედიციები ტიბეტში, სწორედ აქ იყრიდნენ თავს მეცნიერები და სხვადასხვა ჯგუფის ოკულტისტები, მათ შორის ტიბეტიდან ბომპო სექტაზე ქონდა ჩვენ ამაზე საუბარი და ეს იყო ფაქტობრივად ცენტრი. თუმცა დღევანდელი გადაცემიდან იმასაც გაიგებთ, რომ სანამ ნაცისტები ამ ადგილს აირჩევდნენ და სანამ ჰიტლერის უშუალო ბრძანებით ეს ლაბორატორია გაიხსნებოდა, მანამდეც უკვე კენინსბერგი მე-14-მე-13 საუკუნეებიდან უკვე ითვლებოდა ზოგადად ევროპაში და არ მხოლოდ ევროპაში ოკულტიზმის ცენტრად და ჰიტლერმა ეს მშვენივრად გამოიყენა. თუმცა, მოდით მივყვეთ ნელ-ნელა. კიდევ ერთხელ ამბობ, რომ საბუთები იმის შესახებ თუ არსებობდა თუ არა ნამდვილად კენინსბერგ 13, კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი ეს შეიძლება იყოს სფერო, რომელსაც შეიძლება მივაკუთვნოთ პირობითად სამხედრო ლეგენდების ესეთი სფერო, ნუ არ ლეგენდებს, არის ქალაქური ლეგენდები, არის სამხედრო ლეგენდები. თუმცა მოდი დავიწყოთ რეალური ფაქტიდან, რომელიც ნამდვილად მოხდა 1945 წლის აპრილს. გერმანიის სრულ კაპიტულაციამდე დარჩენილია დაახლოებით რაღაც ნახევარი თვე.
საბჭოეთმა დაიკავა უკვე კენისბერგი შედარებით მშვიდად, თუმცა გააფრთებული წინააღმდეგობა შეხვდა და ამ წინააღმდეგობის მიზეზებზე და სხვადასხვა ვერსიებზე ჩვენ ხუმოვასწარით რა თქმა უნდა ვისაუბრებთ და უკვე ფაქტობრივად აიღეს მშვიდად ბრჭყალებში, როგორც გითხარით, საბჭოთა ჯარმა კენისბერგი, აღარ ისმის გერმანული მარშები, აღარ ისმის ტანკების გრუხუნი, ქვემეხების კანონადა, სროლის კაკაფონია, აფეთქება ხალხი ნელ-ნელა ეჩვევა მშვიდობას, თუმცა რა თქმა უნდა ეს პირობითია, რამე თუ უამრავი მაგალითის მოყოლა შეიძლება იმისა თუ როგორ იქცეოდნენ საბჭოთა ჯარისკაცები უკვე გერმანიის ტერიტორიაზე და მოკლედ ასეთი შედარებით მშვიდ ფონზე უეცრად დღისით ბზისით ხდება ისეთი რამ, რომელზედაც დღესაც ფაქტობრივად არანაირი პასუხი არ არის. აი დღისით ბზისით ასეთი კენისბერგის დღევანდელი კალინინგრადის ამ რუსებს უყვართ ხოლმე რაღაცას რევოლუციონერების სახელებს არქვენ ან ვესიოლე, ბაშოე და ასე შემდეგ. ნუ ეს ალკე თემა. მოკლედ დღისით ბზისით ან კენისბერგის ცენტრალურ მოედანზე თითქოს მიწიდან მოულოდნელად ჩნდება გერმანელთა უპროფესორად SSL-თა ხაზს უსვა მთელი კოლონა, რომელიც გერმანული მარშით და შემართებით თითქოს ომი ჯერ არ წაუგიერდა, ფაქტობრივად ომი გრძელდება, მოულოდნელად გაჩნდა აბსოლუტურად შემორტყმულია ალყა საბჭოთა ჯარისკაცების ყოველ კუთხეში ჩასაფრებული ყოველ კუთხეში საბჭოთა ტანკისგან და ამ დროს დღისით ბზისით ჩნდება SS-ის ესეთი კოლონა შეერაღებულია კარგად და აი ამ ხანმოკლე მარშის შემდეგ კოლონა იკავებს პოზიციას ცენტრალურ მოედანზე და ყველას რაღაც უკირს ვერ ხვდებიან რასთან აქვს საქმე, ეგონათ რომ რაღაც დადგმული სპექტაკლია, იმდენად მოულოდნელი იყო ყველაფერი, ამზადებენ ტყვიაფრებს და საბრძოლო ტექნიკას, ოფიცერი წევს, აი როგორც გქონდათ გინახავთ თქვენ დოკუმენტურ კადრებში, თავისი რაღაც ხელოჯოხიათ ოფიცრის, თავის ქალიანი, ნუ SS-ელების სიმბოლო იყო, თქვენ კარგად იცით, გასცემს ბრძანებას და SS-ელები იწყებენ სროლას ყველა მიმართულებით. ნუ არ ზოგავენ არავის, არც ქალს, არც გერმანელს, არც რუსს, არც კაცს, არც ბავშვს, არც მოხუცს და სროლა არის უმისამართო, დაუნდობელი და დაყოფილთა რიცხვი, არის, ნუ როგორც გითხარით, დოკუმენტაცია, რომელზედაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ძირითადად ჩვენს გადაცემაში არასრულია და ფაქტობრივად საიდუმლო გრიფი ადევს დღესაც და თუმცა არსებობს დოკუმენტაცია, რომ მსგავსი რამ ნამდვილად განხორციელდა. ნუ საბჭოთა არმია რა თქმა უნდა უმალიღებს კონტრზომებს, ბუნებრივია რამე თუ თითქმის ყველა კუთხეშია თამოყრული რუსული ტანკი და ჯარისკაცებით სავსეა მთლიანად მთელი ქალაქი. ნუ რამდენიმე წუთში ხდება მათი ალყა, გერმანელები ალყაში მოიქცევიან, ყოველი მხრიდან უკან დასახევი გზა უკვე აღარ აქვს, მაგრამ როდესაც ნუ დაატყდა ბუნებრივია საპასუხო სროლა და შეტაკების ბედი უკვე გადაწყვეტილია და რაღაცნაირად ეს ბურუსი ბრძოლისგან და მტვერისგან და ტყვიამფრქვევებისგან გამოწვეულია ეს რაღაცნაირად და აფეთქებისგან გამოწვეული ეს კვამლი უკვე ნელ-ნელა ლაგდება და საბჭოთა სამხედროები აღმოაჩენენ, რომ გერმანელები აღარ არიან, უკვალოდ გაქრნენ, არც ცოცხალი არავინ არ არის, არც გარდაცვლილი SS-ელი ადგილზე ვერ იპოვეს ასეთვე ის შეიარაღება, რომელთაც ეს ბარბაროსული აქტი იყო განხორციელებული. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს დოკუმენტურად ნამდვილად არის ეს დასაბუთებული, თუმცა ამაზე როგორც გითხარით, ბევრი რამ ის რაც არ აწყობდათ ხოლმე საბჭოთის მთავარსარდლებს, ბუნებრივია არ მჟღავნდებოდა და ამას ოფიციალური მსვლელობა არ ეძლეოდა, მაგრამ როგორ შეიძლება გამქრალიყო ამ ხელა კოლონა, რომელიც ალყაში იყო მოქცეული, უპრეზიდენტთა სადგაქრა თუნდაც დაჭირილები ბუნებრივია იქნებოდნენ აუცილებლად დაჭირილები, რამე თუ ცეცხლი იყო უმოწყალოდ ჯერ თავდაპირველად მათი მხრიდან, ხოლო შემდეგ უეცრად, როდესაც რამდენიმე წუთში ისინი ალყაში მოაქცია საბჭოთა სამხედროებმა, ბუნებრივია ერთი დაჭრილი მაინც იქნებოდა. კი ბატონო, თუ დაჭრილთან წაიყვანეს, მაშინ სადგაქრა ის ტექნიკა, რითაც მათ დაუშვათ განახორციელეს ეს ძალიან თავხედური თავდასხმა დღისით მზისით. ნუ ქალაქში უმალ გავრცელდა მაშინ ჭორი მოჩვენებების შესახებ, რომლებმაც შური იძიეს მოკავშირეებსა და იმ გერმანელებსა, რომლებიც წინ არ აღუდგნენ საბჭოთა აგრესიას. სხვათა შორის ამ ჭორს ზოგიერთი სამხედრო მაღალჩინოსანიც იზიარებდა და ისინი თავიანთ საბჭოთა გენერლებზე და ოფიცრებზე მაქვს საუბარი, რომლებიც ნუ ეხლა შეიძლება რაღაცა ესეთი ყვითელ ჟურნალში ბეჭდავდნენ ზოგიერთი თავის აი ამ მემუარების სახით გამოთქმულ რაღაც მოგონებებს, თუმცა ბევრი მათგანი საკმაოდ ისეთი ოფიცერი, რომელსაც ნამდვილად ხუში ბრალს ვერ დაძებს, ამბობენ, რომ ამბობს, რომ მსგავსი რამ ნამდვილად მოხდა. ნუ აი ესეთი, როგორც გითხარი, ზოგიერთი საბჭოთა ოფიცერიც ამ ჭორს მაღალჩინოსან იზიარებდა და არც თუ ისე უსაბუცლოდ, რამე თუ მოჩვენებებსა და აი ესეთი უცნაურობებზე და ჯადოქრობაზე ამ ქალაქზე, როგორც გითხარი, ჯერ
ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში საუბრობდნენ მისი დაარსების პირველი დღიდან ჩვენ ამას გადაცემის მეორე ნაწილში რა თქმა უნდა უფრო დეტალურად შევეხებით ჯერ კიდევ დაარსების პირველივე დღეებიდან კენინსბერგი ითვლებოდა ევროპის მისტიკურ ცენტრად ქალაქად რომელიც სავსე იყო გამოცანებითა და მისტიკით კენინსბერგში მე-14 საუკუნიდან მოყოლებული კომფორტულად გრძნობდნენ როგორც გვეკითხარი თავს ყველა ჯურის მაგი და მჩხიბავი და ასე შემდეგ და აი ესეთი ნაიხოფის კუნძულია იქ გვერდით იქ არსებობდა მთელი რიგი სკოლები აი დაახლოებით ისეთი როგორც აი ახლა ჰარი პოტერის სკოლაში რო არის დაახლოებით აი ესეთი სკოლები ნამდვილად არსებობდა სადაც ჯადოქრობის მეცნიერული შესწავლით იყვნენ დაკავებულები და რაღაცნაირად ყველაფერი ეს ზღაპარი კი არ იყო არამედ იყო ნამდვილი დასაბუთებული ისტორია რომლებიც რომ მათ არც ინკვიზიცია ეხებოდა რაღაცნაირად ეს იყო თავისუფალი ზონა ასეთი ტიპის ასეთი ჯურის ადამიანებისთვის და მრავალი საუკუნეების მანძილზე ეს სასწავლო დაწესებულებები ხელისუფლების მხრიდან სრულიად იგნორირებული იყო მათ არავინ ყურადღებას არ აქცევდა თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ რა თქმა უნდა რაც ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერი მოვიდა თავისი დამოკიდებულებით ბუნებრივია კულტურცოდნასთან და თავისი უკეთ კულტურის ჯგუფით და მან მოახდინა ძველი ასეთი დაგროვილი მაგიური ცოდნისა და ახალი მეცნიერულად გამტკიცებული ანანებისეული ოკულტიზმის ერთგვარი სინთეზი და ასე გაჩნდა როგორც გითხარით ნახევრად ლეგენდარული და ნახევრად რეალური ლაბორატორია პირობითი სახელით კენინსბერგ 13. ნუ რომლის მთავარი დანიშნულება როგორც უკვე მოგახსენეთ გახდათ გამოიხადებოდა შემდეგში ეს იყო ასტროლოგიის, მაგიის, ჰიპნოზის მეცნიერული კვლევა ძველი ჯადოქრების მიერ. ნუ გაგიღიმებათ ეს ნამდვილად ესე იყო და ნამდვილად სარგებლობდნენ და თქვენ დარწმუნებით ჩვენ გადაცემის მსვლელობაში რომ ეს არ არის რაღაცა ყვითელი პრესიდან და თუნდაც ყვითელი ინტერნეტ საიტებიდან აღებული ინფორმაცია ჯადოქრების მიერ დატოვებულ შელოცვებს და მაგიურ რიტუალებს ისინი ძალიან სერიოზულად უდგებოდნენ ხდებოდა მათი მოძიება და ყველაფერი ეს ხდებოდა იმისთვის რომ საბოლოო ჯამში შეექმნათ რაღაცა ძლიერი გამანადგურებელი იარაღი თუნდაც გნებად ფსიქოტრონული იარაღი რომელიც დედამიწიდან გააქრობდა მესამე რეიხის ყველა მტერს ну თუმცა ეს მხოლოდ როგორც გითხარით დღესდღეობით მოსაზრება რომელსაც მეტნაკლებად მხარს უჭერს და რაღაცნაირად საფუძველს აძლევს გარკვეული დოკუმენტაცია მაგრამ ზოგიერთი თვითმხილველთა და მონაწილეთა მოგონებაზე დაფუძნებული რა თქმა უნდა მაგრამ თვითონ დოკუმენტური მტკიცებულება იმისა რომ ასეთი ლაბორატორია არსებობდა საბუთი იმისა თუ ვინ მუშაობდა ამ ლაბორატორიაში კონკრეტულად რა დავალებებს ასრულებდა ესა თუ ის კონკრეტული მეცნიერი რა თქმა უნდა ასეთი საბუთი არ არსებობს ამბობენ რომ კენინსბერგ 13-ის ყველა არქივი რომელიც თავდაპირველად ნუ გითხარი კიდეც რომ ეს დიდი დავაც იყო იმასთან დაკავშირებით თუ ვინ შევიდოდა პირველი ამ ქალაქში რადგანაც ამ ქალაქთან დაკავშირებით მუდმივად ხდებოდა დავა და მე-12 დაარსებიდანვე იყო რაღაცა ძალიან უცნაური ბედის ქალაქი და ნუ აპადეთ ტელეფონის გამორთვა დამოვიწყდა უკაცრავად და ნუ შემდეგ აი ესეთი ეს მხოლოდ მოსაზრება იყო ესეთი გამოდის თითქოს ის ლაბორატორია კენინსბერგ 13 რომელზედაც ლაპარაკობდით ის საბუთები თითქოს და არის მოსაზრება რომ ჯარისკაცები საბჭოთა ჯარისკაცები რომლებიც შევიდნენ უბრალოდ სპეცდანიშნულების ჯარის სარდლობის დავალება ჰქონდათ სარდლობას დავალება ჰქონდა პირდაპირ უშუალოდ მოსკოვიდან ეშელონის გენერალიტეტიდან რომ ხელში ჩაიგდოთ ეს საბუთები და ჩაიგდეს კიდეც ანანერბეს ეს კვლევის საბუთები თუმცა შემდეგ როგორც ამბობენ გადასცეს ამერიკელებს რომლებიც არანაკლებად იყვნენ დაინტერესებული მსგავსი დოკუმენტაციით და ეს ნუ რა თქმა უნდა იმისთვის არაჩუქეს რომ მეგობრულად არამედ რაღაცნაირად ეს მოხდა გაცვლა ამის ანაცვლოდ საბჭოთა კავშირმა შემდეგ მიიღო მძიმე ტექნიკა რომელიც უკვე ესეთი ომისგან დაზარალებული ინდუსტრიის აღზევებას და აყვავებას მოხმარდა სავარაუდოდ ნუ ცნობილია მხოლოდ ის რომ საიდუმლო ლაბორატორია ფუნქციონირება დაიწყო ჯერ კიდევ ომამდე გაცილებით ადრე და მისი მოღვაწეობა იმდენად იყო გასაიდუმლოებული თვითონ დაარსების დღიდან და მანამდეც რომ კაციშვილი ვერ ხდებოდა რეალურად ვერ ხდებოდა თუ რა იყო საქმე და რეალურად ვერ ხდებოდა თუ რა იყო მიზეზი იმ უცნაურობებისა რომელიც აი ამ ლაბორატორიის გაჩენის შემდეგ რომ თქვენ ამაზე მე მოგვიანებით გესაუბრებით ხშირად გახშირდა რაღაც უცნაურობანი აი ამ ქალაქში. იმიტომ როგორც
ზემოთ ხსენებული ესეთი მოჩვენებები, მიყვეთ ისე მოჩვენებები გამოჩენა, ამიტომ შესაძლოა გამოჩნდნენ თუ არა ეს მოჩვენებები, შესაძლოა ბევრ აი ამ ჯარისკაცის და უпроსტოდ გენერალიტეტში, რომლებიც კარგად იცოდნენ, რომ კენისბერგში ნამდვილად არსებობდა ლაბორატორია, ეგრეთ წოდებული კენისბერგ 13, სადაზვერო საქმიანობა ბუნებრივია, ამის შესახებ კარგად იყო ინფორმირებული და ამბობენ, რომ ჩერჩილმაც ამბობენ, რომ ბრიტანეთის ავიაცია განსაკუთრებულად დაბომბა ეს ქალაქი მიწასთან გაასწორა, სწორედ იმიტომ, რომ ჩერჩილმა კარგად იცოდა, რომ ამ ლაბორატორიის სარდაფებში მუშავდებოდა რაღაცა მის წინააღმდეგ ესეთი მშრიბაობა, ეს ვუდუს ელემენტების მომცველი და ამაზე მე ჩვენ მოგვიანებით გისაუბრებთ და ეს იყო ჩერჩილი იყო ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც სერიოზულად აღიქვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ქალაქში ჯადოქრობას აქვს ადგილი და ჯადოქრობით ცდილობენ აი ამ მოკავშირეთა პირველი პირების განადგურებას და სწორედ ამიტომ მისი ბრძანებით სწორედ მოხდა კენისბერგის ესეთი საავიაციო დაბომბვა სწორედ იმ ადგილისა, სადაც სავარაუდოდ იმყოფებოდა ეს ლაბორატორია, ასე რომ არ არის, ასე რომ როგორც გითხრა, როგორც კი ეს მოჩვენებები გამოჩნდნენ, რაღაცნაირად ყველამ იფიქრა, ყველას მაშინვე გაახსენდა ეს ლაბორატორია სამრი და ყველამ იფიქრა, რომ შესაძლოა ეს გარკვეული ექსპერიმენტის შედეგი იყო, რომელიც ამ ლაბორატორიაში ტარდებოდა. გაცრავოთ. თუმცა მიყვეთ რობას მესამე რაიხის ასეთი უჩინარი მეომრების გამოჩენა მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, რომელიც 45 წლის აპრილში მოხდა. ამის შემდეგ ასეთი რამ მთელი 2 თვის განმავლობაში პერიოდულად მეორდებოდა, თუმცა არა ისეთი ინტენსიურობით. მე ვამბობ იმ მოვლენებზე, როდესაც SS-ელები უეცრად ჩდებიან, შემდეგ ხრებიან, ასრულებენ რაღაცა ტერაქტს, პირდაპირ ტერაქტი უწოდოთ, ხსნიან ცეცხლს უდანაშაულო ხალხის და ზოგადად ჯარისკაცების, რუსი ჯარისკაცებისა და იქ დარჩენილი გერმანელების მიმართულებით. შემდეგ როდესაც მათ ალყაში მოაქცევენ, ისინი ისევე უკვალოდ ხრებიან. მსხვერპლის რიცხვი, ესეც დოკუმენტურად დასაფუთებულია, კატასტროფულად მატულობდა, სპეციალმსახურები გაუგნებულნი არიან, რა თქმა უნდა, ამაში უკვე ხედავენ გარკვეულწილად, გინდა თუ არა, შეგიძლია უკვე დაიჯერო, რომ თუ არის ვარაუდი იმისა, რომ ნამდვილად არსებობდა საიდუმლო ლაბორატორია კენისბერგ 13, სავსებით შესაძლებელია, რომ ესეთი უცნაური აქციები შესრულებულია გარკვეული ჯარისკაცების მიერ, რომლებმაც რაღაცნაირად აი ამ ლაბორატორიაში მიღწეული შედეგებით გაუჩინარდნენ, რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაც მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბევრი რამ ეჭვი გაჩნდა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს საქმე დოკუმენტურად კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის საქმის აი ჟურნალისტები, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობენ, ძალიან დიდი გაჭირვებით პოულობენ ამ დოკუმენტაციას, სადაც თუნდაც აი აქ იმ კატასტროფულად მომატებული ასეთი თავდასხმების მომენტებია ნახსენები. ბუნებრივია ომში ყოველთვის, როდესაც ოკუპირებულია ქალაქი ერთი მხრის მიმართ, უკვე ოკუპირებული მეორე მხარე წაგებული მოწინააღმდეგეობა რაღაც გარკვეულწილად პარტიზანულ წინააღმდეგობას გაგიწევს, თუნდაც პარტიზანული თავდასხმები და მსგავსი შემთხვევები ყოველთვის ხდება ხოლმე ომის მსვლელობისას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თავდასხმები, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, ხდებოდა მეტად მოულოდნელად, აბსოლუტურად არსაიდან ჩდებოდა და აბსოლუტურად არსაით კრებოდა ეს SS-ელთა არმია, რომელიც რაღაც როგორც გითხარით, მასეთი ხანმოკლე თავხედურ შეტევას ახორციელებდა ჯარისკაცებისა და მოქალაქეების მიმართულებით. მოდით ახლა შევისმენოთ მანიშნებე რომ რეკლამის დროა რადიო ემედში და შემდეგ აი ამ საინტერესო თემით კვლავ დაბრუნდეთ რადიო ემედის პირდაპირ ეთერში. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშვილთან ერთად. დაბრუნდა ქალბატონებო და ბატონებო, X კოდი რადიო ემედის პირდაპირ ეთერში კიდევ ხომ მოგესალმებით, მათთვის მისმენ და ვინც ახლა შემოერთდა ჩვენს გადაცემას. კიდევ ერთხელ გეტყვითო, თუ თქვენ არ გაქვთ ამ გადაცემის პირდაპირ ეთერში მოსმენის საშუალება, შეგიძლიათ შეგრძანდეთ გადაცემის Facebook-ის გვერდზე და ორშაბათიდან ნახოთ უკვე ეთერში გასული გადაცემის დასურათებული ვერსია, თუ რატომ დასურათებული, იმიტომ რომ ბევრი რამ რაზედაც ჩვენ საუბრობთ, მხოლოდ საუბრით, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ კიდეც თუ თუნდაც ის კონკრეტული პირების
ფოტოები ან თუნდაც ის კონკრეტული საგნები ან ის ქალაქები, რომელზედაც ჩვენ საუბრობთ, დღეს კი ჩვენ საუბრობთ საიდუმლოებით მოცულ თემაზე, რომელსაც ქვია კენისბერგის 13 ლაბორატორია, კენისბერგ 13. საუბრობთ სწორედ ამ ქალაქში იყო თავმოყრილი ანა ნერბეთქვენიცით, ეს იყო კულტურის დაჯგუფება, მეცნიერული კუთხით უდგებოდნენ აი ასეთ სწავლების მისტიკასა და ოკულტიზმს, გარკვეული რიგი მეცნიერებისა და სწორედ აი აქ თავმოყრა იყო კონცენტრაცია იყო ამ ქალაქში და მომენა სწორედ ამ ქალაქის კონცენტრაციის მთავარი შედეგი გახდა ლაბორატორია კენისბერგ 13, სადაც ნუ ზოგადად აი ესეთი სახის კვლევები მიმდინარეობდა, ვნებათ ჰიპნოზის კვლევა, ჰიპნოზის დარგში სხვადასხვა რიტუალების შამანურიც, მათ შორის ვუდუს რიტუალების გამოყენება იმისთვის, რომ მეტოქეს ავნო, ამაზე ჩვენ დეტალურად შემდეგ ვისაუბრებთ, თუმცა ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში საუბარი დავასრულებთ იმ მომენტით, იმ მოულოდნელი ფაქტით, რამაც გააოცა ყველა და თუმცა ამაზე ბევრი არ საუბრობს, ანუ 45 წლის აპრილში უეცრად ჩნდებოდა SSL-თა არმია, რაღაცნაირად ასრულებდა თავის თუ შეიძლება ისე ვთქვათ ბრძნელ საქმეს, ანუ ხვრეტა ცეცხლს ხსნიდა მიმართულებით, სამხედროების მიმართულებით და მოქალაქეების მიმართულებით, შემდეგ როდესაც ისინი მოხდებოდნენ ალყაში, ისინი უეცრად ქრებოდნენ და ბოლომდე არ არის, როგორც გითხარით, ამის ბოლომდე ახსნა არ მოიპოვება, თუმცა შეიძლება ლოგიკურად ვივარაუდოთ, რაც ავსებით შემთხვევით მისაღებია, ერთადერთი ლოგიკური პასუხი ამ საიდუმლო სახელმწიფოს შესაძლოა იმალება აი კენისბერგის ციხე გალავნის მიწისქვეშა გვირაბები, რომელთაც დახუნძლულია ეს ქალაქი, დღესაც ზოგიერთი რა თქმა უნდა დღეს ეს ქალაქი უკვე რუსეთის საკუთრება და ბუნებრივია რუსეთს ალბათ აბსოლუტურად სრულყვა დანიშნულებით აქვს ეს გვირაბები გამოყენებული, თუმცა ეს საიდუმლო გვირაბები ჯერ რა თქმა უნდა ქალაქის დაარსებიდანვე ვინც იყო ამ ციხე კოშკის მეპატრონე ჯერ მაშინაც და გითხარით კიდეც რომ ეს ოდითგანვე შუა საუკუნეებიდან ზოგადად რაღაცნაირად ისე გამოვიდა, თუმცა აი ქალაქის სახელწოდებაზე და ეს 13 რიცხვზე ამაზე ჩვენ გადაცემით თუ დრო დაგჭირ გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბროთ, ბევრი რაღაც დამთხოვებია, კიდევ ერთხელ არავინ არ არის თავს არაფერს არ გახვედა, არანაირ აგზებუნებრივ არაფერს არ ხედავ, თუმცა როგორც გითხარით, აი ეს ოკულტიზმის გატაცება სვისაზიანოთ, რა თქმა უნდა, გერმანიამ არაერთხელ გამოიყენა და არაერთხელ გამოიყენა სხვადასხვა ისე რომ მათ გამოიყენეს, ანუ ამას შედეგი მოყოლია, თუმცა საუბრობთ დღეს კენისბერგ 13-ზე და ამბობენ რომ აი სწორედ ეს გვირაბი იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ ესე მოულოდნელად ჩნდებოდა ესეთ SSL-თა ბრიგადა და შემდეგ ასევე მოულოდნელად ქრებოდა. ეს ბისმარკის ბრძანებით აშენდა თუ არ ვწდები გამაგდა და იყო გვირაბების და კომუნიკაციების მთელი სისტემა ფაქტობრივად ქალაქში, მაგრამ სხვადასხვა სავსებით ლოგიკურია, კიდევ ერთხელ ამბობდა, მე რაღაცნაირად ამას ვემხრობი, თუმცა ეს გვირაბის არსებობას რომ დაუშვათ, ხო არ შეიძლება ესე მოულოდნელად, თუმცა ერთი კვალის და ერთი ტყვიაც არ დაჭირს, ანუ გასრული ტყვის გილზებიც ხო და რჩებოდა სადღაც, მაგრამ არაფერი არ რჩებოდა, არანაირი კვალი არ რჩებოდა, ამან წარმოშვა ბევრი, რა თქმა უნდა, ლეგენდა, ბევრი თითქოს ეს გერმანელებს როგორც ამბობენ თითქოს კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია რაღაც ეს ლეგენდები და ეს არ მიყვარს ხოლმე ეს ყვითელი პრესა და ყვითელი ინტერნეტ გვერდები, თუმცა არიან ავტორები, რომლებიც ამბობენ, რომ აი გერმანელებმა სავარაუდოდ ყავდათ ესეთი ზომბი ჯგუფები, რაღაცნაირად მას შეძლეს დროის კონტინუუმში გასვლა და მსგავსი სისულელეები, თუმცა საგულისხმოა ის, რომ ნამდვილად მოხდა რეალური ფაქტია, რომ ესე უეცრად გამოჩნდა, უეცრად გაქრნენ. სავარაუდოა, რომ ვივარაუდოთ ის, რომ ეს ყველაფერი გვირაბების დახმარებით მოხდა, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც საბჭოთა ჯარი კენისბერგს იღებდა, მთლიანად თვითონ ეს გერმანული ჯარისკაცები მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მშვიდად ბჭალებში, რა თქმა უნდა, აიღეს ეს ქალაქი, მაგრამ გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ და ციხე-სიმაგრეთა უმრავლესობა და გვირაბების უმრავლესობა გერმანელებმა აფეთქეს. მაგრამ კიდევ ერთი საგულისხმო დეტალებია, აი გზადაგზა, როცა ჩვენ ქალაქ კენისბერგს ვეხები და განსაკუთრებით ვარაუდს იმის შესახებ, რომ მან აქ შესაძლებელია ამ ქალაქში შესაძლებელია ყოფილიყო ყველაზე საიდუმლო ლაბორატორია აი მე-20 საუკუნის ისტორიაში სახელწოდებით კენისბერგ 13, ყოველთვის როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ნელ-ნელა ჩდება რაღაც ფაქტები. აი მაგალითად ნაკლებად ვინმე თუ ვიცის, რომ როდესაც საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს კენისბერგი, რაღაც ბევრი მონაწილე აი ამ შეტაკებისა და აი ამ სამხედრო ოპერაციისა ამბობს, რომ ეს აი ხდებოდა რა, ერთი იყო შედარებით თითქოს მშვიდად აიღეს ნაკლები წინააღმდეგობა
საწინააღმდეგო ჭყალებში წინააღმდეგობის გარეშე, თუმცა წინააღმდეგობა იყო ძალიან გააფრთხრებული და თითქოს ისეთი რამ ხდებოდა, როგორც კი ისინი ამ ქალაქში შევიდნენ, თითქოს ბუნებამაც კი მათ საწინააღმდეგოდ რაღაცნაირად ამხედრდა, თითქოს ბევრი საუბრობს თვითმხილველი ბუნებრივ კატაკლიზმებზე, რომელიც ამ შტურს მოყვა, რაღაცნაირად განსაკუთრებით საუბრობდნენ ქარზე, რომელიც არსაიდან არ ჩნდებოდა და რაღაცნაირად აი ამ მოვლენას და აი ამ ბუნებრივ კატაკლიზმებზე საუბრობს ძალიან ბევრი, როგორც გითხარით, არა მხოლოდ ჯარისკაცი, არამედ გენერალი და მაღალჩინოსანი, სამხედრო მაღალჩინოსანი და ეს მაშინ, როდესაც კენიგსბერგის გარეთ არის შესანიშნავი ამინდი და ქალაქში რაღაცნაირად უეცრად ესეთი ქარი, უბედურება, რაღაცნაირად უცნაური ხმაურები და ეს ყველაფერი ამბობენ, ახლა ნელ-ნელა ჩვენ რაღაცნაირად ვხსნით კარტებს და ცოტათი შეიძლება მოვლენებსაც გავუსროთ, რამე თუ მე გადაცემის მეორე ნაწილისთვის ქონდა დაგეგმილი იმ ლაბორატორიის ძირითად საქმიანობის შესახებ საუბარს გადაცემის მეორე ნაწილში ვაპირებდი, თუმცა ამბობენ, რომ ლაბორატორია კენიგსბერგ 13-ში არის შემორჩენილი ცნობები, რომ აქ ხდებოდა ერთგვარი კლიმატური, როგორც აი კლიმატური იარაღზე დღეს ჩვენ ქონდა არაერთხელ ამის შესახებ გადაცემა და სავსებით რეალურია, რატომაც არა, ბევრ ამაში გერმანელები წინ იყვნენ წასულები და ბევრი საიდუმლო მასალები და კვლევები, რომელიც ომის შემდეგ ამ მოკავშირეთა ხელში ჩავარდა, ძირითადად უფრო ამერიკელები იყვნენ დაინტერესებული და ბევრი რამ სხვადასხვა ამერიკელებმა შემდგომ განაგზეს მათ მიერ დაწყებული საქმე, თუმცა სალკე თემა და საქმე იმაშია, რომ აი შემორჩენილია დოკუმენტაცია, სადაც საუბარია იმაზე, რომ აი ამ ქალაქში ამ კენიგსბერგ 13 ლაბორატორიაში სავარაუდოდ მუშაობდნენ ისეთ შეიძლება ითქვას ერთი შეხედვით ტრივიალურ ბუნებრივ მოვლენაზე, როგორც არის ორპირი ქარი, ნიავი და ჰაერის ტალღა, რომელიც კენიგსბერგის ქუჩებში ქროდა მართლაც რაღაცნაირად უცნაური პროცესი შეადგენდა. აი ახლა მაშინ რომ ვინმე შეესწავლა თვითონ ბევრი თვითმხილველი საუბრობს იმაზე, რომ მოულოდნელად ამოვარდებოდა. მე არა საუბარი არა მხოლოდ აი თავდასხმის დროზე, არამედ ზოგადად ხშირად იყო ისეთი ქარი, რომ გარეთ ვერ გაისვლებოდა, თუმცა ზოგადად ქალაქ გარეთ შესანიშნავი ამინდი იყო, თითქოს შიგნით რაღაცა ხდებოდა და მართლაც ამბობენ, რომ საკმარისი ითქოს, თუნდაც აი ეს ასევე ტრივიალურ მაგალითს მოგიყოვანთ, აი ეს ფლიგერები სახლის სახურავებზე, რომელიც მაგრდება, ასევე იყო დამაგრებული უკაცრავად ალერგია თავის აშვება დამაგრებული იყო ასევე პირველ სართულზე და ასეთი საშუალებები შესაძლებელი იყო ორპირი ქარის მიმართულების და სიძლიერის კონტროლი. ნუ ამბობენ, რომ იყო დღეები, როდესაც ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ადამიანებს აი კედელთან ამაგრებდა ხოლმე, ნუ თვითმხილველების ამაზე საუბრობენ და ეს როგორც გითხარით, ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როდესაც ქალაქის კედლების მიღმა მშვენიერი ამინდი იყო დაფიქსირებული. კენიგსბერგ 13-ის მეცნიერები სავარაუდოდ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, რომელიც არც თუ ისე ბევრია და ძალიან მწირია, ძალზე მწირია, ორპირი ქარს სხვადასხვა მიზნებისთვის იყენებენ, ამბობენ. მაგალითად, რომელიმე კონკრეტულ ადგილზე, კონკრეტულ სახლის სახურავზე გარკვეული კონსტრუქციის მეტალის გორგოლაჭის დამაგრების შედეგად, თეთრ ქალაქში ან ქალაქის გარკვეულ უბანში, იმის მიხედვით თუ სად დამაგრებდი გორგოლაჭი და როგორ დაატრიალებდი, უცნაური ხმები და ხმაური ისმოდა. ნუ ქარს იყენებდნენ ასევე როგორც სასიკვდილო იარაღს, ესეც უკვე დადასტურებული ფაქტია. კერძოდ ესეთი პოტენციური მსხვერპლი დაუშვათ ჯდებოდა საგანგებო მისთვის სკონსტრუირებულ სკამზე, რომელსაც გარეგნულად არაფერი ეტყობოდა, თუმცა მასზე ზურგზე ჰქონდა უამრავი ესეთი სიმეტრიული მცირე ნახრეთი, საიდანაც ესეთი ორპირი ქარისგან მომდინარე ნაკადი ადამიანის სხეულზე, კერძოდ მის ფილტვებზე პირდაპირ ზემოქმედებდა და უკვე მესამე ვიზიტის შემდეგ და გარკვეულად ეს ხდებოდა საკმარისი იყო 20 წამი არა, ნუ 10 წუთი დამჯდარი იყო ადამიანი ამ სკამზე და მესამე ვიზიტზე უკვე ამ ადამიანს ფილტვები უშავდებოდა და რამდენიმე დღეში ის პნევმონიისგან იღუპებოდა, ასეთი ფაქტები არის დადასტურებული. აი ესე თითქოს ორპირი ქარი, თითქოს ის ქარი, რომელიც არ ჩანს, მაგრამ აი ესეთი ქარის სპეციალისტები იყვნენ აი ამ ლაბორატორიაში არსებული დოკუმენტაციის თანახმად. ამბობენ იმასაც, რომ ლაბორატორიის თანამშრომლებმა შექმნეს სპეციალური ფოლადის უმცირესი ისრები, რომელიც არ ჩანს, დაახლოებით აი ნემზე უფრო პატარა, ანუ ეს წარმოიდგინეთ როგორი დამუშავებული უნდა იყოს და რა ტექნიკის
ის ტექნიკას უნდა ფლობდნენ, რომ ასეთი ისრები შექმნან. ეს ცალკე თემა და ამბობენ, რომ სწორედ ასეთი ძლიერი ქარის, მართვადი ქარის დახმარებით ისინი კონკრეტულ ადგილებში მიმოფარდებდნენ აი ამ პატარა ისრებს და თუ კი ასეთი ლითონის ისარი ხდებოდა ადამიანის აი ყურის ნიჟარაში, სიკვდილი იყო გარდაუვალი. თუმცა სიკვდილის მიზეზის დადგენა გამოცდილ ექსპერტს გაუჭირდებოდა ისე როგორც ჩვენ ზემოთ მოყვანილ მაგალითი ვახსენე აი იმ სკამის ის სკამზე რომელიც ფილტვების ანთებას მართებდა მესამე ვიზიტის შემდეგ ადამიანს. ნუ უნდა ითქვას რომ შესაძლოა სწორედ აი ასეთ მოვლენას ჰქონდა საბჭოთა ჯარის ასეთ მოვლენასთან ჰქონდა საბჭოთა ჯარისკაცებს საქმე, როდესაც ისინი როგორც გითხარი შევიდნენ კენინსბერგში ზოგადად ქუჩებში, გარდა იმისა, რომ ეს მოულოდნელ გააფრთხებულ წინააღმდეგობებს ხდებოდნენ, ასევე ხდებოდნენ რაღაცნაირად მოულოდნელ ესეთ კლიმატურ წინააღმდეგობას. ნუ ესე შეიძლება ლაბორატორია კენინსბერგ 13-ს მივაწეროთ. ნუ განსაკუთრებულად მოდით რადგან ჩვენ შევეხეთ საუბარი შეეხო იმას, რომ გააფრთხებული წინააღმდეგობა გაუწიეს გერმანელებმა, განსაკუთრებით კი აქტიურობდნენ SS-ელები. ამბობენ რომ სწორედ კიდევ ერთი რაღაცა ესეთი ნაკლებად დასაჯერებელი თითქოს აი ზღაპრებს ყვები რა თქმა უნდა ესეთი წარმოდგენა შეიძლება შეიქმნას, მაგრამ აი ამ ლაბორატორიაში ასევე არსებული მონაცემებით, ძალიან მწირი მონაცემების თანახმად ამბობენ რომ აი ამ ლაბორატორიაში მუშავდებოდა ეგრეთ წოდებული უკტავების ელექსირი, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ბჭყალებში არავინ ამ უკტავების ელექსირის შემდეგ ცოცხალი არ რჩებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ამბობ რომ გააფრთხებულ წინააღმდეგობას უწევდნენ და განსაკუთრებულად აღნიშნავდა საბჭოთა გენერალიტეტი თუ რაოდენ ძლიერი და გამძლეები იყვნენ ჯარისკაცები და მონახეს მართლაც შემდგომ როდესაც აი მწირი საბუთების მიხედვით მართლაც მზადდებოდა იქ რაღაცა ელექსირი თუ არ ვცდები ქარვის მჟავა, რომელსაც სუქცინატი ეწოდება და სხვადასხვა ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს ლამერ ვაინი იყო ესეთი მარკით გამოდიოდა ზოგადად გერმანიის ქალაქებში ღვინო, ეს იყო ფაქტობრივად ქარის მჟავა გახსნილი ღვინოში და შემდგომ როდესაც ჰიტლერი მოვიდა სათავეში ეს აიგზალა და რაღაც საიდუმლო და მხოლოდ SS-ელ ჯარისკაცებს აძლევდნენ, მაგრამ აქ უკვე მეორე მხარეც აქვს და ნამდვილად სხვადასხვა უნდა ითქვას რომ SS-ის ჯარში ზოგადად აკრძალული იყო ნივთიერებების მიღება, რომელსაც ჰქონდა კოფეინი და ჯარისკაცები ძირითადად სწორედ აი ამ სუქცინატის მჟავისა და ღვინის ნარევს მიირთმევდნენ და სავარაუდოდ მართლაც გამოირჩეოდნენ და მართლაც ენერგიას მატებდნენ, თუმცა ამას ჰქონდა ასევე უკუჩვენება, რამე თუ ამბობენ რომ სწორედ ამან სხვანაირად უკუმხარეც ჰქონდა უკუჩვენება, რაც ვლინდებოდა ფაღარაში და რაღაცნაირად ძალიან ბევრი ჯარისკაცი სწორედ ამიტომაც კუჭი ეშლებოდათ ამ მჟავის მიღების შემდეგ და საბჭოთა ჯარისკაცებმა ესეც კი გამოიყენეს, მაგრამ საინტერესო რაღაც ცოტა რახან ამ თემას შევეხეთ უბრალოდ ამბობენ რომ სწორედ აი ამ ლაბორატორიაში კეთდებოდა აი ასეთი ექსპერიმენტები, თუნდაც აი ესეთი როგორც გითხარით ეგრეთ წოდებული უკტავების ელექსირი ბჭყალებში რა თქმა უნდა და ამბობენ რომ როდესაც ეს ნივთიერება მოხდა უკვე საბჭოთა სპეცსამსახურების ხელში, ბევრი კაგებიშნიკი ეგრეთ წოდებული მეყვარს ეს აბრევიატურა ყოფილი, თუმცა ყოფილი კაგებიშნიკი არ არსებობდა, როგორც მამაჩემი მეუბნებოდა და ეს კაგების ოფიცრები ამბობდნენ რომ აი ეს მჟავა მართლაც არაჩვეულებრივად მოქმედა, შენ შეგეძლო დაუშვათ ამ მჟავას თუ მიიღებდი შეგეძლო მთელი საღამო გეკეიფა დაუშვა და დილით 1 საათში აბსოლუტურად ფხიზელი და აბსოლუტურად არანაირი კვალი ალკოჰოლს არ ქონდა, თუმცა ალბათ თუმცა ეს ერთ-ერთი მაგალითი იყო იმისა, რაც ლაბორატორია კენინსბერგ 13-ში ხდებოდა, თუმცა ჩვენ მალე ალბათ 2 წუთში ჩვენ სოფლიო ჰიტს მოусმენთ ჩვენს ეთერში, თუმცა კიდევ ერთხელ ამბობ, როდესაც კენინსბერგი დაიკავა საბჭოთა ჯარმა, იქ პერიოდში შეუშვეს NKVD-ს სუპერ გასაიდუმლოებო ქვეგანყოფილება, რომელსაც ჰქონდა მითითება უშუალოდ გენერალიტეტიდან შეეგროვებინა მასალა მესამე რაიხის საიდუმლო კულტურული ორგანიზაციის ანანერბეს წინაპართა მემკვიდრეობის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც როგორც გითხარი, რომლის ცენტრი ძირითადად კენინსბერგში მდებარეობდა და NKVD მართლაც მოიძია ეს მასალა, თუმცა ეს გასაიდუმლო
დაუსრულებელი დოკუმენტები მათ გადასცეს ამერიკელ კოლეგებს ბრჭალებში. ნუ რა თქმა უნდა ეს გარდას კიდევ ერთხელ გამეორდები და არ გადასცეს მხოლოდ იმიტომ რომ მეგობრები იყვნენ, არამედ გადასცეს იმიტომ რომ ამაში სანაცვლოდ მიიღეს ტექნიკა, რომელთაც აპირებდნენ დანგრეული ეკონომიკის ფეხზე წამოყენებას. დიახ, არსებული მონაცემებით თანახმად სწორედ კენინგსბერგში იყო განთავსებული ყველაზე გასაიდუმლოებული ობიექტი ლაბორატორია კენინგსბერგ 13, სადაც თავად ანანერბეს სულით შემდგმელი და დამარსებელი დოქტორ ზელცერი უშუალოდ დაკონტროლებდა და სხვა შორის იქვე კენინგსბერგში ცხოვრობდა. ზოგადად ანანერბეს 45 წლის არსებობა 45 წლის ჩათვლით მას სოფლიოში 3000-მდე გასაიდუმლოებული ოპერაცია აქვს ჩატარებული და სამეცნიერო კვლევებს კი კურირებდა აღმოსავლეთ პრუსიის გაულ ლაიხტერი თავად ერიხ კოხი, თუმცა მათ საქმიანობაზე ჩვენ უკვე გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ. მოვარგოთ X კოდი დაშიფრული X ფაილების გასახსნელად. X კოდი მიშა მიმინოშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ საღამოშიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ყველას, ვირფოს რადიო მსმენელებო, დაბრუნდა X კოდი რადიო მედის პირდაპირ ეთერში, ამ გადაცემის მასვენა თქვენ შეგიძლიათ ყოველ პარასკევს, თუ არ აქვს საშუალება პირდაპირ ეთერში ჩვენთან ურთიერთობისა, შეგიძლიათ შევძანოთ Facebook-ის გვერდზე და უშაბათს უკვე მოისმინოთ ეთერში გასული გადაცემის დასურათებული ვერსია. კენინგსბერგის საიდუმლო ლაბორატორია 13 არის ჩვენი სასაუბრო თემა, ნახევრად ლეგენდა, ნახევრად სინამდვილე და ლეგენდა, იმიტომ ამბობ რომ მტკიცებულება დოკუმენტური მტკიცე და მყარი ამის ლეგენდის არსებობას რა თქმა უნდა არ გააჩნია, თუმცა ასევე არსებობს უამრავი ფაქტი, რომელსაც ყავს ასევე უამრავი თვითმხილველი, არსებობს ბევრი რამ, რომელიც შესაძლოა ვივარაუდოთ, რომლის თანახმად, რომ კენინგსბერგი ლაბორატორია კენინგსბერგ 13 ნამდვილად არსებობდა. ნუ ის რომ მესამე რეგს ჰქონდა მისტიკისადმი, ჯადოქრობისადმი, კაცრავად ოკულტიზმისადმი გარკვეული სიმპათიები და ფაქტიურად ამაზე იყო დაფუძნებული მთელი მათი იდეოლოგია და პრაქტიკული ამოცანების შორის მიმავალი გეგმების ხორცშესხმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს ფაქტია და ისინი სკულპტუროზულად იყენებდნენ ძველ მისტიკურ სიმბოლოებს და როგორც გითხარით, კენინგსბერგ 13-ში იყო ფაქტობრივად ამოყული მთელი ცენტრი ამ ოკულტურის საუბრებისა და მთელი ანანერბე თქვენი ციტეს წინაპართ ნაკოლევის ინსტიტუტი, რომელიც ფაქტობრივად აი ამით იყო დაკავებული, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ამის ცენტრი არსებობდა კენინგსბერგში და სწორედ კენინგსბერგში იყო ტარდებოდა ერთ-ერთ ციხესიმაგრეში, რომელიც როგორც ხარით საბჭოთა ჯარის შესვლისთანავე ააფეთქეს. ერთ-ერთ აი ციხესიმაგრეში ხდებოდა SS-ში მიღების საიდუმლო რიტუალები. თქვენ იცით, ეს ცალკე თემაა და ზოგადად SS-ის შესახებ და SS-ის მისტიკის შესახებ შეიძლება დაუსრულებლად ლაპარაკი, რამე თუ იმიტომ კი არა, რომ ეს საინტერესო, იმიტომ რომ ბევრი რამ რაც დღეს ხდება ცნობილი, ნამდვილად არ იყო გახმაურებული და ბევრი ისტორიული ფაქტი სწორედ მათ მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული. და ძალიან დაახლოებით 80,000-მდე არის სიმბოლო, რომელსაც აქტიურად იყენებდნენ SS-ში და თქვენ იცით, რომ SS-ელები, როდესაც გარდაიცვლებოდნენ, მათ რუნისტულ ესეთი ისარს ადებდნენ თავზე და ჯვრის ნაცვლად. მათ ჰქონდათ ტატუ და თვითონ ეს სიმბოლოებზე, ხო თქვენ აღარ შეგაწყეთ საუბრით, თუმცა უნდა ამას იმიტომ ხაზგასვით, იმიტომ ამბობ, რომ სწორედ კენინგსბერგში იყო ცენტრი SS-ისა და სწორედ კენინგსბერგში ხდებოდა, თქვენ იცით, რომ ეს იყო ფაქტობრივად უკვე როგორც რაინდული ორდენი და SS-ის წევრობა უკვე გარკვეული საძმოს წევრობას ნიშნავდა, რომელსაც ჰქონდა თავისი რიტუალები. აბსოლუტურად ყველა SS-ის წევრმა უნდა შეესწავლეს ძველი დრუიდული და რუნების ამოკითხვაც უნდა შეძლებოდა და ბევრი სხვა რაღაც რიტუალების ჩატარებაც და სწორედ ყველაფერს ამას SS-ის ამას იმიტომ ამბობ ხაზგასმით, თუმცა ეს რა თქმა უნდა ცალკე თემა გადაცემისა, ყველაფერი ხდებოდა კენინგსბერგის ციხეში. ნუ რა ამოცანა ქონდა საბოიდუმლო ლაბორატორია 13-ს, თუ ის მართლაც არსებობდა და მე ჯერა რომ არსებობდა, თუმცა ბევრი რამ, რაზედაც მასზე საუბრობენ, რასაც თქვენ ჯერ კიდევ წინგელით მოსმენა ისტორიებისა, ბევრი რამ ჩვენთვის გარკვეულწილად მიუღებელია, თუმცა რადგან არსებობს ფაქტი და რადგან არსებობს თუნდაც არ არსებობს დოკუმენტური მტკიცებულება, მაგრამ ნაწილობრივი საბუთები არსებობს ამისი და არსებობს თვითმხილველები, რომელიც აშკარად იყვნენ ამის მონაწილენი, რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია უკვე ეს მივიღოთ და ამაზე ვისაუბროთ თუნდაც
გადაცემაში X კოდი. დაარსებას ჰქონდა როგორც გითხარით ორი ამოცანა. პირველი შეესწავლათ უძველესი მეტაფიზიკური დისციპლინები, ასტროლოგია, მაგია, ჰიპნოზი, ჯადოქრობა და გითხარით კიდეც რომ ჰიტლერის მოსვლამდე კენიგსბერგში ძალიან ზოგადად იყო ცნობილი როგორც ჯადოქართა ქალაქი და მთელი მაშინ როდესაც მთელს ევროპაში ჯადოქრებს უსწორდებოდნენ და კოცონზე წვავდნენ, რადგანაც მათ თავისუფლად ყველა ჯადოქარი სწორედ კენიგსბერგში იყრიდა და თავისუფლად თქვენ წარმოგიდგენთ რამდენი ლიტერატურა იყო დაგროვებული და აი ამ კენიგსბერგის 13 ლაბორატორიაში ხდებოდა ამ ლიტერატურის შესწავლა და რა თქმა უნდა უკვე არსებული თანამედროვე აი ანანერგის მიერ გაკეთებული კვლევების შეჯერება და ამით რაღაც გარკვეული გეგმის შედგენა, გარკვეული იარაღის შექმნა, თუნდაც ფსიქოტრონული, თუმცა ამაზე არ მოგაწყენთ საუბრით, რამე თუ ეს ცოტა ესეთი ყვითელი პრესის თემა, თუმცა ამაზე საუბრობენ რომ მათ უკვე ჰქონდათ ფსიქოტროპული რაღაც და გარკვეულწილად უკვე ბირთვული რეაქტორიც კი გააჩნდათ ამ ლაბორატორიაში, თუმცა რა თქმა უნდა ამის მტკიცებულება არ არის და ამიტომ მე ამაზე თქვენს ყურადღებას არ შევაჩერებ. თუმცა საინტერესოა თავად ისტორია, რომელიც ნამდვილად არსებობს იმისა, თუ როგორ დაიწყო ჰიტლერმა თავისი მოღვაწეობა. ჯერ კიდევ 26 წელს რატომღაც მან აირჩია ეს აღმოსავლეთი პრუსიის დედაქალაქი გახდა და აღმოსავლეთ პრუსიის ცენტრი იყო და ჰიტლერმა თავისი მოღვაწეობა და თავისი ფაქტობრივად ეს საარჩევნო პიარული კამპანია სწორედ კენიგსბერგიდან დაიწყო და მან თქვა რომ მე აუცილებლად ვიზიტის დროს მან განაცხადა და მე ძალიან მალე ეს კენიგსბერგი ჩემი ქალაქი იქნება, ну ჩემი ინგაგებით რომ ჩემი იდეოლოგიის ქვეშ მოექცევა მისი მაცხოვრებლები და მე გარკვეული გეგმები მაქვს ამ გეგმები მაქვს ამ ქალაქთან დაკავშირებით, მაგრამ მან ცოტათი ხნიწიანი ხმი წარმოთქვა დაახლოებით ისეთი როგორც მე მაქვს და ამის გამო პრესაში მას დასინეს, განსაკუთრებით აჟიოტაჟი გამოიწვია მისმა ფრაზა რომ მე ჩამოვედი როგორც გითხარით რომ დავიფყრო პირდაპირ ესე თქვა კენიგსბერგი და რა თქმა უნდა ძველმა კენიგსბერგელმა ქალბატონმა რომელიც ცნობილი ჟურნალისტი იყო, ძალიან აღიარებული ჟურნალისტი, რომლის აზრს რა თქმა უნდა ყველა მთელი საზოგადოება უმაღლესი ელიტა პატივსცემდა, მან ძალიან მკვახე ესეთი დიდი პამფლეტი მიუძღვნა დასინა პირდაპირ შეიძლება ითქვას ჰიტლერს და რაღაცნაირად როგორ ვიღაცა ხეპრემო, როგორ უნდა ჩაიგდოს ჩვენი უძველესი ქალაქი, სადაც კანტი დაიბადა და სადაც ფაქტობრივად ცივილიზაციის აკვან, ევროპული ცივილიზაციის აკვანად შეიძლება ჩაითვალოს, ვინ არის ჰიტლერი, რომელიც აცხადებს ასე თავხედურად რომ ეს ქალაქი ჩემი იქნება. და აი გადის რამდენიმე დღე და ეს ნამდვილად დაფიქსირებული ისტორია. ამ ქალაქთან მოდის ახალგაზრდა სიმპათიური კაცი, სადღაც დრო ახლოვდება და ამ კაცს ეს კაცი ჟურნალისტს მიართმევს ლამაზად შეფუთულ შოკოლადის კოლოფს. ნუ ჟურნალისტი ქალბატონი რა თქმა უნდა გახსნის ამ შოკოლადის ფილას, სიამოვნების მიირთმევს და უეცრად მისმა კოლეგებმა შენიშნეს გაიგონეს შუშის მტრევის ხმა და შეხედეს ქალბატონს, ამ ქალბატონს პირიდან სისხლი მოსდიოდა, ანუ გაირკვა ის რომ შოკოლადი კი არა, ფაქტობრივად შუშა იყო, მაგრამ ეს ქალბატონი სიამოვნებით მიირთმევდა ამას, თუ ნამდვილად ეს მაშინ ამას ყურადღება არ მიაქცია, თუმცა მეორე დღეს ამ ჟურნალისტის მაგიდაზე, რომელიც რა თქმა უნდა ჰოსპიტალში მოათავსებდა თუ არ ვსწრები რამდენიმე ხანში გარდაიცვალა, იდო წერილი, ლამაზი ხელი დაწერილი და იყო სამი ფრაზა დაუთმე მას ქალაქი. აი ესეთი ფრაზა იყო და აი ესეთი ისტორია, რომელიც ნუ დოკუმენტურად როგორც გითხარით, ბევრი დოკუმენტი არ არის შენახული, თუმცა ეს დოკუმენტი შენახულია და რაღაცნაირად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩემ კიდე ხელისუფლებაში მოსვლამდე ვერ მას ჰქონდა უკვე გარკვეული ესეთი ჰიპნოზური ზემოქმედების გამოყენების შორს მიმავალი გეგმა, რომელსაც სავარაუდოდ თუ არსებობდა ასეთი ლაბორატორია კენიგსბერგ 13-ში, აი აქ უკვე შემიშავებული იქნა და როგორც გითხარით, ეს მეტად საიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობდა და მეორე მსოფლიო ომამდე და საერთოდ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე პირველი რაც მან გააკეთა, როგორც გითხარით, ეს ტიბეტში გააგზავნა ექსპედიცია და სწორედ კენიგსბერგი იყო ის ადგილი, სადაც ტიბეტის ექსპედიცია მზადდებოდა, იგეგმებოდა და ზოგადად ის მანუსკრიპტები, რომელიც შემდგომ ტიბეტიდან ჩამოიტანეს და ხდებოდა მისი დამუშავება, სწორედ კენიგსბერგის ლაბორატორია 13 იყო ის ადგილი, სადაც ეს ყველაფერი სრულდებოდა, თუმცა როგორც გითხარით, დოკუმენტაცია ბოლომდე არ არის შენახული, რამე თუ ის როგორც გითხარით, თავიდან საბჭოთა ჯარის სპეციალური დანიშნულების ჯარისკაცებმა მოიპოვეს საბუთები, ხოლო შემდეგ ამერიკელებს მძიმე ტექნიკაში გაუწორეს. მანიშნებო ახლა რეკლამის დრო რადიომში დაუთმე დრო რეკლამა, შემდეგ ამ საინტერესო თემით კვლავ დაბრუნდებით. ამოუცნობი, ამოუხსნელი, დამალული, შენიღბული. X-კოდი რადიო იმედის ეთერში.
გავაგზავნებთ გამოშვებას კვლავ დაბრუნდა რადიო ემდის პირდაპირ ეთერში გადაცემა X-კოდი და ჩვენი სასაუბრო თემა გახლავთ მეტად გასაიდუმლოებული ქალაქის მეტად გასაიდუმლოებული ლაბორატორია კენიგსბერგი 13, რომელიც გახლავთ მთელი ოკულტური გერმანიის ცენტრი. ანუ აქ ხდებოდა ესეთა მიღება, აქ ხდებოდა რიტუალები, რომელსაც ისინი ასრულებდნენ და აქ ხდებოდა რაღაც საიდუმლო ესეთი არ გაგეცინოთ, არ გაგიღიმოთ მთელი ჯადოქრობის და მისტიკის გამოყენება, რა თქმა უნდა მეცნიერული კუთხით უდგებოდნენ ამას ანალიზებს მეცნიერები და თან ლაბორატორიის წევრები იმისთვის რომ მოეპოვებინათ გამარჯვება. როგორც გითხარით, ინფორმაცია კენიგსბერგ 13-ის შესახებ თავიდანვე იყო გასაიდუმლოებული მისი დაარსებიდან 2 დღეში. უნდა ითქვას, რომ გიტლერის უშუალო დირექტივების თანახმად გერმანიის მთელ ტერიტორიაზე დირექტივა კი საკმაოდ ცნობილი აკრძალული იყო ყველა სახის მაგიური რიტუალის ჩატარება და განსაკუთრებულად კენიგსბერგში, რამე თუ კენიგსბერგი იყო ზოგადად აი ესეთი ხალხი დასახლებული ადგილი და როგორც გითხარით ფაქტიურად ოკულტურ ცენტრად იყო მიჩნეული ჯერ კიდევ მე-14 საუკუნიდან მოყოლებული, თუ რა თქმა უნდა დრო დაგჭირდა ჩვენ ამაზეც ვისაუბრებთ და ყველა ვინც აბრძანებას არ დაექვემდებარებოდა სიკვდილის დაჯაც კი ემუქრებოდა, ну ფაქტობრივად მას ჰქონდა ხელთ ჩაგდებული, მაგრამ საინტერესო ის გახლავთ რომ აი დაახლოებით მას შემდეგ რაც ეს მოგიყევით ჩვენ 29 წლის ამბები, რომელიც ჟურნალისტის გარდაცვალებასთან იყო დაკავშირებული, რომ წინაგუდგა და რა ბედი ეწია მას ამაზე არ განმეორდებით საუბრი და სწორედ აი კენიგსბერგი იყო მისი ცენტრალური, რა თქმა უნდა, აი რაღაცა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს აღმოსავლეთი პრუსიის აი ცენტრი აირჩია ჰიტლერმა და პირველი რაც მან გააკეთა, დაიწყო რაღაც მშენებლობები, გარკვეული გვირაბებისა და ლაბორატორიისა, როგორც გითხარით, ეს ქალაქი ძალიან უცნაური არქიტექტურით გამოირჩეოდა, ფაქტობრივად მიწისქვეშა ლაბირინთები და ეს ქვაბულები ერთმანეთში ისე არის შეერთებული, რომ ფაქტობრივად ქალაქი ქალაქშია და დაახლოებით მხოლოდ ფიურერის უშუალო ზემოქმედებით იმას მოგესალმებით შეიძლება იქ მოხდარიყო რამე რიტუალის შესრულება, თუმცა შენარჩუნებულია ცნობა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები არაერთხელ ეს ცნობა დათარიღებულია 35 წლით, 34 წლით, 37 წლით, რომ არაერთხელ დოკუმენტაცია არის შენახული პოლიციაში კენიგსბერგისა, სადაც არაერთი მოქალაქე აღწერს თუ როგორ ხდება მათ ქუჩაში წითელ და თეთრ ბალდახინებში ჩაცმული გარკვეული არაგერმანული წარმომავლობის და რაღაც აზიური წარმომავლობის ბერები და ეს ბომპოს სექტა იყო, თუ მითხარით ეს ანანების ურთიერთობაზე ჩვენ ამაზე არაერთი გადაცემა ჰქონდა და ამაზე არ შევაჩერეთ თქვენს ყურადღებას. ბომპოს ფაქტობრივად ტიბეტურ ბუდისტურ რელიგიასთან არაფერი კავშირი არ აქვს და შამანურ მაგიური რიტუალებზე დაფუძნებული მიმდინარეობა იყო და სწორედ აი ამ წინა ინფორმაციიდან გამომდინარე, რომელსაც გამოჟნა ამერიკელების სმერშის მიერ გადაცემულ საიდუმლო მასალებში, ირკვევა, რომ ლაბორატორია იყო 4 სართულიან ძველ შენობაში განთავსებული და საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა. კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ფოტოგრაფია და საბუთები არ არსებობს, რამე თუ ყველაფერი განადგურებულია და ის რაც ვერ მოასწრეს გერმანელებმა, როგორც კი გერმანელები მიხვდნენ, რომ ისინი ალყაში არიან და საბჭოთა ჯარი შემოდის, მათ ააფეთქეს ყველაფერი, ყველა საბუთი იყო განადგურებული და მათ ბრიტანეთის ავიაციამ დაასრულა ეს ყველაფერი და ამაზეც რა თქმა უნდა დრო დამრჩება და გეტყვით და ნუ აი ზოგადად აი ამ შემორჩენილი საბუთებიდან შეიძლება 4 სართულიანი ძველ შენობაში იყო განლაგებული ერთ-ერთ ციხე კოშკში და როგორც გითხარით ეს რამდენიმე კოშკი იყო და ერთმანეთთან ჰქონდათ მათ კავშირი აი საიდუმლო გვირაბებიდან გამდინე იყო რაღაცა სხვადასხვა გეგონებოდა თავიო სხვადასხვა რაღაც აი აშკარად ჯადოქრების აი რო ფილმს როცა უყურებთ აფრიკელ ჯადოქრებზე როდესაც ეს ბაყაყები და ეს რო აი სასაცილო ჯგეს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნამდვილად აი სხვადასხვა რიტუალების რელიგიური რიტუალების ატრიბუტი გქონდა ტიბეტური ნიღბები რაღაცნაირად მართლმადიდებლური ხატები სხვათა შორის რაღაცნაირად თავის ქალები ბევრი აბაზანა იყო მაცივარი სადაც მუდმივად იდოყინული და მუდმივად შინაური ცხოველების ამოჭრილი თვალები და რაღაც ადამიანური ორგანოები იყო შენახული იყო რაღაც ნამდვილად მოგაგონებდა ჯადოქრის კოლს ეს ნამდვილად ცოტა ზღაპრულად ჯგეს მაგრამ მე პირდაპირ ვამბობ რომ ნამდვილად იყო ესეთი ძალისადმი დაინტერესება გერმანული თუნდაც იდეოლოგიისა და მათ ამას სპეციალურად იყენებდნენ მაგალითად თუნდაც აი ამ ვუდუს რიტუალების შესრულებით მას სპეციალურად გაგზავნილი ყავდაც კიდეც აფრიკაში ამ აფრიკასა და ამერიკაში ამ რელიგიის ამ ვუდუ შამანური რიტუალების შესასწავლად ექსპერტები ეს ექსპერტები ჩამოდიოდნენ და არაერთი თოჯინა ჰქონდათ ნაპოვნი თოჯინა სტალინის ჩერჩილის და პირველი პირებისა და სხვათა შორის ამბობენ რომ სწორედ აი ამგვარად მოაგვარა ჰიტლერმა თავისი შიდა რაღაცა პარტიული დაპირისპირება და ამგვარად გაინსტურა იმ ქვეყნად ძალიან ბევრი
მისი მოწინააღმდეგე შიდა პარტიულ დაპირისპირებას გულისხმობ და ერთადერთი ადამიანი აი ამ სამეულიდან სხვადასხვა იყო ჩერჩილი, რომელმაც მან ძალიან სერიოზულად ჩერჩილის ფიტულაზე მას ჰქონდა ინფორმაცია, ბუნებრივია დაზვერვას, მაგრამ არავინ სერიოზულად სტალინს ეღიმებოდა, როდესაც კენიგსბერგ 13-ის ლაბორატორიაში ამ ჯადოქრებზე ესაუბრებოდა და რა თქმა უნდა ეღიმებოდა, თუმცა ეღიმებოდა თუ არა ის უკვე არავინ არ იცის. ასეთივე რეაქცია ჰქონდა რუზველტს, თუმცა ერთადერთი ადამიანი, რომელიც ეს იყო ჩერჩილი, რომელმაც ძალიან სერიოზულად მიიღო ეს და შენახულია დოკუმენტაცია, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენ დროა მივხედოთ კენიგსბერგს, სადაც აი ასეთი მშრხიბავები შეკრიბა ამ ავადმყოფმა ადამიანმა ჰიტლერზე საუბრობდა და რაღაცნაირად ჩვენ აშკარად რაღაცა უნდა მოვუღოთ და ნამდვილად, როდესაც უკვე დაიწყო შეტევა, სწორედ ბრიტანეთის ავიაცია იყო, ბრიტანეთის ავიაციის განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა აი ამ ქალაქს და განსაკუთრებით იმ ადგილს, სადაც სავარაუდოდ ლაბორატორია იყო შემოჩენილი და სხვადასხვა ძალიან საინტერესო ფაქტია, რომ სწორედ ასეთი იმ დღეს, როდესაც ჩერჩილმა ასეთი ინფორმაცია მიიღო, რომ შენი ფიტულა არსებობს და შენ რაღაც მშკიბავები რაღაცას ჯადოს გიკეთებენ, პირდა ესე რო თქვა, ჩერჩილმა ყურად იყო ეს ინფორმაცია და იმ დღეს რაღაცნაირად დაჯდა მარჯვენა მხარეს თავისი ავტომობილის, არამედ გადაჯდა მარცხენა მხარეს და ცნობილი ფაქტია თავდასხმის მცდელობა, როდესაც ყუმბარა აფეთქდა და სწორედ ის მხარე, სადაც ის ჩვეულებრივად იჯდა ხოლმე, იქ რომ დარიყო ის აუცილებელი გარდაუვალი სიკვდილი ელოდა, მაგრამ რაღაცნაირად ყურად იღორა ჩერჩილმა ამის შემდეგ, მან უკვე რაღაცნაირად გასაბრძანება უკვე კენიგსბერგში უკვე დაიჯერა ის, რომ აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ აი ასეთი რიტუალებით ადამიანს ზიანი მიაყონა. ნუ, რა თქმა უნდა, თვითონ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს ბუნებრივი. ძალიან საინტერესო ბევრი რაღაცის მოთხრობა შეიძლება, მაგალითად, ძალიან ბევრი უცნაურობები დღესაც ხდება. ნუ ახლა კიდევ ერთხელ ამბობ, მე არ მინდა რომ თქვენი ყურადღება რაღაც ესეთი ყვითელ ინტერნეტ პრესაში და ინტერნეტ საიტებში გამოქვეყნებული სტატიებით დაგამძიმოთ, როდესაც საუბრობენ, რომ ყოველთვის ჩდებიან მოჩვენებებიც არსაიდან და ისევ ქრებიან, რა თქმა უნდა, ბევრი რამე ის რაც საინტერესოა და ოდნავ მაინც ლოგიკას ექვემდებარება, ჩვენ ხოლმე ამაზე საუბრობთ. საინტერესოა, რომ აი ბევრი ადამიანი მართლაც ფაქტია, რომ აი ამ კენიგსბერგის აღების შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი ღამღამობით გამოდიოდა და რაღაცნაირად ამ ქალაქს ასუფთავებდა, თუმცა ამბობენ, რომ ისინი სპეციალურად რაღაცნაირად ამ რიტუალურ ნიშნებს, რომელიც მთლიანად მთელი ქალაქი იყო, ფაქტობრივად დიდი ლაბორატორია. აქ როდესაც ლაპარაკია ლაბორატორია კენიგსბერგ 13-ზე, აქ არის გულისხმობა რამე ერთი კონკრეტული ადგილი, არამედ ის იყო, რა თქმა უნდა, ქონდა მათ ცენტრი, სადაც თავმოყრილი იყო რაღაც კონკრეტული ძირითადი საქმიანობა, სადაც ხდებოდა ძირითადი რიტუალის შესრულება, მაგრამ მთელი ქალაქი იყო ერთმანეთთან დაკავშირებული ამ გვირაბებით და სავარაუდოდ სწორედ ამ გვირაბებითაც გაჩნდებოდნენ ის ესესელები, რომლებიც ასეთი პანიკა შეუქმნეს საბჭოთა ჯარისკაცებს და რატომ მაინც და მაინც კენიგსბერგი და რატომ აირჩია მაგალითად ასეთ ცენტრად ადოლფ ჰიტლერმა. მე მოგახსენეთ კიდეც, რომ კენიგსბერგის დაარსების დღიდან ითვლებოდა ესეთი უნიკალურ მისტიური გამოცანებისა და აუცნობი პარადოქსების ქალაქად, თავისი ადგილმდებარეობითაც ის გარკვეულ ზებუნებრივ ნიშანს უკავშირდებოდა თავდაპირველად ტევტონელებმა, რომლებმაც შეძლეს პრუსიის დაპყრობა, გადაწყვიტეს მათი ორდენის დედაქალაქის დაარსება მდინარე ნემანიდან 200 კილომეტრის მოშორებით აღმოსავლეთისკენ აბსოლუტურად სხვა ადგილას, მაგრამ მოულოდნელად იმ დროს ეს ლეგენდაც არის და ისტორიული მონაცემებიც შემოგჩენილია იმ დროს, როდესაც რაინდებმა მოაწყვეს დროებითი ბანაკი და შესასვენებლად ერთ-ერთ ბორცვზე, სადაც ლეგენდის თანახმად ადრე წარმართებული ტაძარი იყო აშენებული, მოხდა მზის დაბნელება და რაინდის მაგისტრალის აღიქვა როგორც ეციური ბრძანება და სწორედ აქ გადაწყდა ტევტონელთა ქალაქის აშენება და აი ამ მე-15 საუკუნიდან კუზუნ კლაიპხობზე, სადაც ქალაქი მდებარეობს, გახდა ესეთი ყველა ჯურის მაგი იყრიდა თავს და ეს თავისი საქმიანობა უკვე ევროპის ფარგლებსაც კი ცდებოდა და მთელი როგორც გითხარით ამ კონსულებზე იყო შექმნილი მთელი რიგი სკოლებისა, სადაც ჰიტლერამდე გაცილებით და ჰიტლერი იყო ერთადერთი ადამიანი, რომლის მთავრობა ამას აბსოლუტურად შეგნებულად მიუდგა და ხელი შეუწყო და რაღაცნაირად სერიოზულად მიუდგა ამას და ჰიტლერის დროს ფაქტობრივად მთელი სკოლა მე შემდგომ თავის ლაბორატორიაში გადაიტანა და საინტერესოა თვითონ გვირაბების ისტორიაც, ესეც როგორც გითხარით, ეს ქალაქი ქალაქშია
და ეს იყო მთელი სისტემა გვირაბებისა, სადაც შესაძლებელია, როგორც გითხარით, როდესაც საუბარია ლაბორატორია კენიგსბერგ 13-ზე, ბუნებრივია აქ არის გულისხმობა მხოლოდ ერთი ადგილი. ძალიან ბევრი ადგილი იყო, როდესაც რაღაც ფოტოების ფრაგმენტებია შენარჩუნებული, სხვადასხვა ერთ-ერთ თუ არ ვცდები ცენტრში ქალაქისა განლაგებული იყო თვითონ დიდებულთა სასახლე და ეს ციხე-კოშკი მთლიანად ააფეთქეს და აი ამ ნანგრევებში იპოვეს რაღაც უცნაურ ფორმებში გამოწყობილი ადამიანები, სავარაუდოდ ისეთ ფორმებში, როგორც იყვნენ ბონპოს სექტის წარმომადგენლები და მათ რაღაც აშკარა იყო, რომ ისინი რაღაც გარკვეული რიტუალების შედეგად მათ თავი მოიკლეს და ცენტრში იყო, მე გახსოვთ თქვენ, როდესაც ჩვენ ბონპოს რელიგიისა და აი ამ ანანერბეს კულტურის ჯგუფის კავშირებზე საუბრობდით და გითხარით კიდეც, რომ სწორედ კენიგსბერგში დაიბადა იდეა ტიბეტში გაიგზავრათ ექსპედიცია და სწორედ კენიგსბერგში მუშავდებოდა ტიბეტიდან ჩამოტანილი გრაგნილები და მანუსკრიპტები და სწორედ აი ესეთი როდესაც ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს ეს და ჯარისკაცები ცენტრში იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ამოტვიფრული ჰქონდა რუნებით და ეწერა შავი ბერი და ეს ადამიანია, მე გახსოვს გეუბნებოდით კიდეც, რომ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე ის მუდმივად იყო მასთან ერთად, შემდგომ კი როდესაც უკვე ხელისუფლებაში მოვიდა, ის ძირითადად გაქრა არეალიდან და ძირითადად მას ხედავდნენ და როგორც ამბობენ ის ცხოვრობდა კენიგსბერგში, სწორედ აი ციხე-კოშკიდან არ გამოდიოდა და იყო ეს ძალიან საშიში ადამიანი, ძალიან სიმპათიური, მაგრამ ძალიან საშიში ადამიანი. არის დოკუმენტაცია, რომ ბევრი მოკავშირეთა სპეცსამსახურები და აგენტები ცდილობდნენ ამ ადამიანის მოცილებას, მაგრამ არანაირად ის თავიდან თითქოს და რაღაცა ჰუმანით გრძნობდა, რომ მასზე თავდასხმები ზრდებოდა და ყველა მის წინააღმდეგ გაიფიქრებდა, არათუ იმოქმედებდა, არამედ გაიფიქრებდა რამის წინააღმდეგობის გაწევას, ის მას მოულოდნელი სიკვდილი ელოდა. ამბობენ, რომ მან შეექმნა ჰიტლერს რაღაცნაირად კიდევ ერთხელ ამბობ, რაღაცნაირად ცოტა ისეთ თემებზე საუბრობთ, რა თქმა უნდა, ყველას უკაცრავად ისეთივე დამოკიდებულებები მაქვს მე ამ თემასთან, როგორც თქვენ, თუმცა ფაქტია, რომ ჰიტლერი და მისი ჯგუფი ოკულტიზმით იყო გატაცებული და ფაქტია, რომ ასეთი პიროვნება არსებობდა, რომელიც როგორც გითხარი, თავიდან იყო ჰიტლერთან ერთად და თავიდან იყო რაღაც საერთოდ ამაკავშირებელი ამ ბონპოს სექტისა და რომლის სახელი და გვარი არავინ არ იცის, ზოგი მას შავბერს უწოდებდა, ზოგი ადამიანი მწვანე ხელთათვანით, რამე თუ მუდმივად მწვანე ხელთათვანით დადიოდა, ამბობენ, რომ მან აი ამ კენიგსბერგში შეუქმნა ჰიტლერს რაღაცა ელექსირი, რაღაცა მალამო და ხელზე უსვამდა მუდმივად და საკმარისი იყო ჰიტლერს ვინმეს ხელი ჩამოეთმოს, მუდმივად უკვე ხდებოდა ჰიტლერის თანამოაზრე და ძალიან ბევრი ბანკირის მოქცევა მოხერხდა. აი ამ გზითო ასეთი ინფორმაციაც არსებობს. და რამდენიმე სიტყვა გვირაბებზე თქვენ უკვე გითხარით, ბევრი ისტორიის მოყოლა არის შესაძლებელი. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თავს ვარიდებ ზოგადად აი იმ ისტორიებს, რომელიც ნახევრად ისეთი მოგონილია და იმ აჩრდილებზე, რომლებიც რომ დაახლოებით ყოველთვისო, როდესაც 9 მაისო მაგალითადო, იქ სადაც ესეთი ცეცხლი არის, მარადიული ცეცხლია დამთებული, 9 მაისო ყოველთვისო ვიღაცები ამჩნევენ რაღაც ესესრთა ლანდებსო და ეს 9 მაისო ეს აი ეს მსგავსი სისულელები, რა თქმა უნდა, კენიგსბერგის 13-ის ლაბორატორიაზე იწერება და ამიტომაც არის, რომ რაღაცა ის რაც საჭიროა და ის რაც მართლა შესაძლებელია ყურადღება მიიპყროს თუნდაც თქვენი რადიო ძვირფასო რადიო მსმენელებო, ის ამიტომ რჩება ყურადღების იქით, მაგრამ ბევრი საინტერესო დამთხრობია. მე მოგახსენეთ კიდეც, რომ ის ქალაქი არ იყო ესეთი მარტივი და არ იყო მარტივი და არ იყო უბრალო არჩევანი ჰიტლერმა არ გააკეთა, უბრალოდ რადგან მოწონდა და უნდა აღმოსავლეთ პრუსიაში რაღაცა დომინანტის სტატუსის მოპოვება, მხოლოდ ამიტომ არ აირჩია კენიგსბერგი, არამედ აირჩია იმიტომ, რომ ის მართლაც უკვე გარკვეული მისტიური და ოკულტური ადგილი გახდა. საინტერესოა, რომ ციფრი 13 აი რატომ მაინც და მაინც 13, ну რაღაც თარსი რიცხვი და რა თქმა უნდა შესაძლებელია ეს უნებლიეთ ეს სტერეოტიპი ამოტიტუდეს ნებისმიერი ჩვენთაგანის გონებაში, მაგრამ 13 კენიგსბერგის ლაბორატორიის არ იყო შემთხვევით შერჩეული. ეს ციფრი ამ ხალხის ერთგვარი საიდუმლო კოდია, ну ლინგვისტურადაც ან კენიგსბერგს თუ გაშიფრა რაღაცა, აი ხო გადაყავთ ციფრებში და რაღაცნაირად ჯამში ვიღებ 13-ს, თუმცა რა გზით ხდება ამას ვერ გეტყვით. ყველა მნიშვნელოვანი
მოვლენა, რაც კი ამ ქალაქში ხდებოდა, სწორედ ამ ციფრს უკავშირდებოდა. ემანუელ კანტი ეს იცით რომ ყველაზე ცნობილი კიონისბერგელია და მის აფლავზე განლაგებული ქვის ფილების რაოდენობა 13-ია და მიუხედავად იმისა, რომ გერმანელები სიმეტრიისადმი გარკვეული ისეთი სკულპტუროზობით ეკიდებიან ამას, ამ პუნქტუალურ ქალაქის თავმა სწორედ მე-13 კაბინეტში მოაწერეს კაპიტულაციას ქალაქისას, სხვა შორის თუ შევკრიბავთ ქალაქის დაარსების წელს 1255 ჯამში ისევ 13 გამოდის. მოკლედ ეს 13 ძალიან საინტერესო და ემთხვევა ლაბორატორიის სახელწოდებას და ზოგადად კენიგსბერგი აბსოლუტურად შეიძლება ვივარაუდოთ რომ კენიგსბერგის 13-ის ლაბორატორია ნამდვილად არსებობდა და ეს წარმოვიდგინეთ რომ იყო მხოლოდ რაღაცა ერთი კონკრეტული ადგილი, სადაც ერთი კონკრეტული წარმომადგენელი ამ ვუდუს ასრულებდა და რაღაცა სათამაშოების ხიბაობით იყო დაკავებული. არა, ეს იყო მთელი სისტემა, რომელიც ასევე როგორც გითხარით, თუნდაც ქნებოდ აი ამ ქარის გამოყენებაზე ჩვენ გქონდა ამაზე საუბარი გადაცემის პირველ ნაწილში, თუ როგორ იყლებდნენ ისინი ორპირ ქარს თავის ინტერესებისთვის. ნუ რაღაცნაირად სხვადასხვა საინტერესოა ერთი გადაცემა დასასრულს უახლოვდება, ბევრი რამის მოყოლა შეიძლება თქვენ რა თქმა უნდა თუ დაინტერესდებით შეგიძლიათ შევძანდეთ ჩემს Facebook-ის გვერდზე და მე მასალასაც მოგაწვით საინტერესოს რომელიც ეთერში არ გავიდა და საინტერესოა რომ კენიგსბერგ 13-ის ერთ-ერთმა აქტიურმა თანამშრომელმა ცნობილი ექსტრასენსი გახდა ასეთი ჰანს შურა, თავისი პოპულარობით სარგებლობდა გერმანიაში ჯერ კიდევ 40-იან წლების დასაწყისში, მან იწერა ის წინასწარმეტყველა მესამე რაიხის დაღუპვის ზუსტი თარიღი, ჯერ აღმავლობა და შემდეგ დაღუპვის თარიღი. მეტიც მან თქვა რომ ჯერ ბერნის დაცემამდე დაეცემა კენიგსბერგიო და როცა დაეცემა კენიგსბერგიო, სწორედ მაშინ დაეცემა გერმანიის სიძლიერე, მართლაც ესე მოხდა. ამბობენ რომ ამის გამო მან თარიღიც კი დაასახელა 45 წლის აპრილი და ამ ინფორმაციის გამო ფიურერი იმდენად განრისხდა რომ მან ესე რა ამ რისხანების დროს ბრძანებაც კი გასცა მის სიკვდილდაჟისებმა, რა თქმა უნდა ბოლოს ინანა, მაგრამ მისმა ხელქვეითებმა ეს ბრძანება შეასრულეს. ნუ ჩვენი გადაცემა უკვე ნენოლა ახლოვდა თავის ლოგიკურ დასასრულს. იმედია ძალიან არ დაგვიგვირდეთ ასეთი იდუმალებითა და მისტიკით, თუმცა როგორც გეტყვით ეს ჩვენთვის არ არის მთავარი ჩვენთვის არის ის საიდუმლოებანი, რომელიც რომელთაც სავსეა ისტორია, ის ბევრი კითხვის ნიშანი. კიდევ ერთხელ გეტყვით კენიგსბერგის ლაბორატორიის შესახებ იმდენ სისულელებს წერენ, რომ ბევრს შეიძლება გაეცინოს კიდეც და შეიძლება საყვედურიც კი მითხრას, რატომ ირჩევა ასეთ სულელურ თემებს, მაგრამ ერწმუნეთ რომ სულელური ნამდვილად არის, ნამდვილად იყო ცენტრი კენიგსბერგი, როგორც ისტორიული წყაროები ადასტურებენ ესეთი ჯურის ადამიანების თავყრებობისა და ნამდვილად არ იყო შემთხვევითი რომ ჰიტლერმა სწორედ აი ამ ქალაქში დაარსა თავისი ერთ-ერთი ყველაზე ოკულტური, ყველაზე მისტიური და გნებავთ ესეთი საიდუმლოებით მოცული დაჯგუფების ანანერბის საქმიანობას და დაკითხვა კონცენტრირებული და თუნდაც ის ფაქტი რომ SS-ში მიღება ამ რაინდულ ჯგუფში ჰიტლერის მიერ შექმნილ რაინდულ ჯგუფს უწოდებდა და ფაქტობრივად SS-ის წევრობა უკვე ადამიანობას ნიშნავდა, სწორედ ხდებოდა აი ამ ქალაქში საფრთხით კენიგსბერგი და აბსოლუტურად არ არის გამოუცვლელი რომ ლაბორატორია კენიგსბერგ 13 ნამდვილად არსებობდა და ნამდვილად საქმიანობდა. ნუ ჩვენი გადაცემა მოიწურა, მე ველი თქვენგან შენიშნებს, თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა გამოაგზავნოთ, კარგ დროს გამახსენდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოაგზავნოთ შეტყობინება ნომერზე 9177 მოკლე ტექსტური შეტყობინება ჩვენი გადაცემის შესახებ, ანუ იმ თემების შესახებ რომლის გაშუქება თქვენ სულ ჩვენს გადაცემაში და ასევე ესე რა ქვია და ასევე Facebook-ის გვერდზე როგორც გითხარით ამ გადაცემას აქვს Facebook-ის გვერდი, თუ თქვენ არ მოგეცათ საშუალება ამის მოსმენისა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ შევძანოთ და ნახოთ უკვე შაბათს ეთერში გასული გადაცემა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ პარასკევამდე ნახვამდის. არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გაიხსნას. არ არსებობს დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს. გადაცემა X-კოდი რადიო იმედის ეთერში. მიშა მიმინოშვილთან ერთად.